არ არის ხო? მე აღარ დავიდე. ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ოთონე მსაძის და ჯგუფ ლიმბოს სადებიუტო ალბომს. გთხოვთ დაიკავოთ კუთვნილი ადგილები. ვიწყებთ. ალბომი ძალიან ბევრი წლებია იწერება და ეს პროცესი ძალიან რთულია ყოველთვის, ხო და უდიდესი შრომა გვაქვს ამაში ჩადებული და ბევრი გათენებული ღამე, ბევრი ნერვები შლა, არ ვიცი, რაღაც საოცრება, მაგრამ ძალიან კარგ მუსიკოსებთან ერთად როცა ხარ და როცა საოცარი გუნდი გიმაგრებს ზურგს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ფერმხტალდება და მე ყველაფერს მუსიკისთვის აკეთებ, ხო და მუსიკისთვის ვაკეთებ მთელი 10 წელი ეს ალბომი. ძალიან ჭირდება ჯანსაღი როკ მუსიკა ქართულ სცენას. სწორად ამას ემსახურება ეს ალბომიც და ჩემი საკითხი. როგორც კი ერთად აი შევიკრიბეთ, ეგრევე საერთო აი ერთმანეთის სუნთქვა ვიგრძენით მუსიკაში და ძალიან მალევე მივხვდით, რომ ერთად ძალიან მაგარ მუსიკას გავაკეთებდით. გვინდოდა რომ რაღაცა განსხვავებული ყოფილიყო მუსიკალურად და ნუ აქედან გამომდინარე არის სახელით სხვა არის. რაღაცა სხვა სიტყვაა ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ჩვენი ხელწერა გვაქვს ყველა სათაო თითოეულ მუსიკოს და მთლიან მუსიკაშიც იგრძნობა ეს ჩვენი ხელწერა. ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ენთუზიაზმი ჩავდეთ, ბევრი სიყვარული ჩავდეთ და რაღაცა კარგი მე მგონი გამოგვივიდა. მთელი ცხოვრება სულ ამ საქმეში ვარ და ხან რა სტილს უკრავდი, ჯაზი დავიწყე, მე ფანკი 1000 რაღაცა და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ თურმე ჩემი საყვარელი მუსიკა როკი ყოფილა და უკრავთ როკს. ლიმბო ჩემი შვილია. მაგრამ ამავდროულად ჩემი ძმაც და დაც არის, იმიტომ რომ ჩემი ძმები, ჩემი მეგობრები, ჩემთვის ყველაზე მაგარი მუსიკოსები არიან ამ ჯგუფში გაერთიანებულები. ჩვენ ეს ჯგუფი ერთად შევქმნით ძალიან ბევრი წლის წინ. ეს ჯგუფი სულ მომყვებოდა პარალელურად და სულ მინდოდა რომ ოთონე მსაძე მარტო არ ყოფილიყო და ეხლა ვცდილობ ჩემი თავის რებრენდინგს ჩემს ჯგუფთან ერთად და იმედი მაქვს რომ ლიმბოს გაგებაზე ოთონე მსაძე მერე გაახსენდებათ. მუსიკა ჩვენს არის ყველაფერი და ამით ცხოვრობ ჩვენი ყოველდღიურობაა და სხვანაირად რაღაცნაირად ამის დეფინიცია არ შემიძლია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ძირითადად ჩვენს პატარა კომპლექტში, ასე ვთქვათ, ძირითადი შემადგენლობა ვინც ვარ. ამ შემთხვევაში ამ მასშტაბისთვის უკვე თეატრისთვის ჩვენი ჟღერადობა აღარ იყო საკმარისი და გადავწყვიტეთ რომ დაგვემატებინა სიმები, დაგვემატებინა ბექები, დაგვემატებინა გოგონათა კაპელა. ძალიან ნაჭრილია ჩვენთან მუსიკა საქართველოში და ჟანრობრივადაც ძალიან მრავალფეროვანი გახდა ქართული მუსიკა. ზოგი ხარისხიანი, ზოგი უხარისხოა, მაგრამ ესეთი ფორმით საავტორო მუსიკა და თან როკის ჟღერადობით პრაქტიკულად შემიძლია ხმაურად თქვა რომ არ კეთდება და ალბათ ჩვენ ვიქნებით პირველები. ჩალებში სწორ რელსებზე ძალიან ბევრი მუსიკოსებს შევაყენებთ ჩვენი მუსიკით და ბევრი მერე დაიწყებს ამ მიმართულებით მუსიკის კეთებას. ქართულ მსმენელს, ქართულ მუსიკალურ სივრცეს აუცილებლად ჭირდება ეს მუსიკა. ამ სტილის მუსიკა, აი, რაღაცა თითქოს ნაკლებობა. იქნება დიდი ალბათობით ტურნე საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაშიც გვექნება ტურნე და უკრავთ ბევრ სხვადასხვა ფესტივალებზე. ამის დიდი იმედი გვაქვს და მიდის ამაზე მუშაობა უკვე. იმიტომ რომ არა მარტო ქართულენოვანი სიმღერები გვაქვს, ბევრი უცხოენოვანი სიმღერებიც გვაქვს და შევეცდებით რომ საქართველოს პარკლებს გაცდეს ჩვენი ხმა.
ნაკო